გადავართ ერთი ნახევრად სერიოზული თემა, რომელიც შენმა ბიოგრაფიამ გამახსენა. ესე იგი, სულ მინდოდა მეკითხა და მარემ პეთერში კითხავ. არა, ხო, მართლა შეხვედი 99 წლის 9 აპრილს კომუნისტურ პარტიაში. 9 აპრილის შემდეგ უკაცრავად. არა, ნუ სერიოზული ამბები არის ამაზე. სერიოზული ამბებია, ბიოგრაფიას ვკითხულობდით, ის 2 წელი, რომელიც საბჭოთა არმიაში გავატარე, მე სანამ მოვიდოდი თქვენ საუბარს უსმენდი დამლაგებლების გაუქმების თემაზე და მგონი ბატონმა შალმა ბრძანა რომ აი საბჭოთა ჯარის ტრადიცია დამლაგებლის გაუქმება. მე მომიწია 2 წელი იმ ჯარში მსახური 86-88 წლებში, აი საბჭოთა ჯარში, როდესაც დამლაგებლები არ იყვნენ ეს უნივერსიტეტში პირველი კურსის შემდეგ. კი, სავალდებულო კიდევ სავალდებულო იყო ეს ამბავი. მე კომუნისტური პარტიის წევრი გავხდი საბჭოთა არმიის რიგებში. ანუ 88-მდე. 88 წლის მაისში დავბრუნდი საქართველოში, მივედი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩემი კურსელების მეგობრების სანახავად. მე წავედი საქართველოდან 1986 წელს. 86 წლის მდგომარეობით ჯერ მოსკოვის მახლობლად და შემდგომ უკრაინაში, კიევის მახლობლად. რატო შევამას ხას? საქართველოს დავტოვე მე 1986 წლის მდგომარეობის. და ჩამოვედი 88 წლის მაისში. დუღდა ყველაფერი. ეს იყო 2 სხვადასხვა ქვეყანა და 2 სხვადასხვა საზოგადოება. უნივერსიტეტში მივედი და ვხედავ ხალხია შეკრებილი, მეგაფონი უჭირავს. გარეჯის ამბავს. დავით გარეჯი, ხუჯაბი და ასე შემდეგ და ვხედავ იურისტი სტუდენტები წითელი სამკლაურებით დგანან ეგრეთ წოდებულ აცეპლენიაში. მორიგეები, იქეთ წესრიგის დასაცავად და ასე შემდეგ, იმიტომ რომ ის იურიდიული ფაკულტეტი, რომელიც მე დავტოვე და წავედი სამხედროში, ეს იყო საბჭოთა პოლიციური სისტემის პირდაპირ გაგრძელება, იმიტომ რომ ითვლებოდა, რომ იქედან იურიდიულ ფაკულტეტზე იზრდებოდნენ პოლიციელები, პროკურორები და ასე შემდეგ. ჯერ კი 90-11 წლებში, როდესაც სახელმწიფო სამართლის მიმართულებით გავაკეთეთ არჩევანი, მე და კიდე ერთმა კაცმა, მხოლოდ გიორგი კარანაძემ, დანარჩენმა 97-მა დაწერა უნდოდა პროკურორობა.